მოგესალმები ძვირფას ტელემოყრილო კიდევ ერთხელ აგერ ის დაპირებული სენსაციაც ჩემი გადაცემის სტუმარი არის კობა ბექაური ადამიანი რომელიც ბოლოს ნახე 2005 წლის სასამართლოზე 2005 წელს ეს არის დაზარალებული ჩემი კობა ბექაური მოვიდა რათა ნათელი მოფინოს იმ საქმეს რომელიც დაგმართა მიშას ხელისუფლებამ მე და ოხრეიდი დათოს რატომ მოხვედი შენ დიდი მადლობა ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს მე მინდოდა რომ ერთხელ სამუდამოდეს მომეხსნა ეს თვით იმიტომ რომ რა იყო რეალობა როგორ იყო ეს მე თქვა ყველაფერი იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ტრადიცია არ იყო რა თქმა უნდა როგორც გამოძიებას და სასამართლოზე იყო პლატკერა საერთოდ არ იყო კობა მე მინდა გითხრა რომ შენ ახლა ჩვენი დაკავშირება შენ ინიციატივით მოხდა ჩვენ საერთო მეგობარი დაგვიკავშირდა აი ამდენი წლების მანძილზე შენ მე არასდროს არ გქვლიდი შენ ჩემს მთავარ მტრად და ზუსტად ვიცოდი რაც მოხდა და ეს შენი ბრალი რო არ იყო მაგრამ ბუნებრივია ხა ძალიან ცუდი რეაქცია ყოველთვის ჰქონდა შენზე და კარგია რომ შენ ახლა აი ამ ყველაფერს ყვები მოდი დავიწყოთ იმ ისტორიიდან ჩემი ტელევიზიის კონტრაქტორი ფირმა კომპანია აკეთებდა ფილმს იმ ტერმინალზე სადაც შენ მუშაობდი სადაც შენ აკეთებდი ამ ტერმინალთან დაკავშირებით მართლა მქონდა ჩემი ოჯახის ინტერესი მაგრამ ეს ამაზე შემდეგ ვისაუბროთ როცა დაიწყო ფილმის კეთება რომელიც არარეალური იყო თვლიდი დავიწყე ჩვენ ქონა მაშინ ურთიერთობა რომ შენთან მოვედი და გითხოვე რომ იქნება მეხმარო ამ ჩვენ საუბრობდით აი ამ ფილმის შეჩერება მინდოდა და ჩვენ საუბრობდით და ამის შემდეგ ამ ჩვენს რომ არ გამოსულიყო ეს ვარიანტი ამის მერე რა თქმა უნდა ყველას ტელეფონით ქონდა საუბარი ყველას უსმენდნენ როცა შენთან დაკავშირებით უკვე დაიწყო საუბარი რა თქმა უნდა დამიძახეს და მითხრეს აი მოყევი ეგ ისტორია კარგად სად დაგიძახეს დამიძახეს და მითხრეს რომ იქნება ესე მოგვაგვარებინა როგორც ჩვენ გეტყვით და როცა ავედი მაშინ დასამალი არც არის რა დასამალი იჯდა ახლა ეს კაბინეტში ვანო მერაბიშვილი ის რომელი ახლა ეს კაბინეტში ადეიშვილი და თავადათა მაშინ როცა იყო ეს საუბარი რომ ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის მერე შენ დაგაკავებდნენ ერთი პერიოდი წინ აღდგება გაუწია იქ უთხარი იქნებ ჩემგან არ გამოვიდეს ეს და მე არ მივცე რადგან ადეიშვილმა მითხრა რომ დაგიჭერდა გაგანადგურება მაშინ შალვა ისე იჭერდნენ ტიპებს და ქრებოდნენ და ანადგურებდნენ რომ პირადად შენთვის ადეიშვილს აქვს ეს ნათქვამი პირადად მითხრა რომ მე ვთხარი წინაღდება გავწია იქ ერთიც ესწრებოდა მახსოვს პროკურორი იყო და მითხრა ადეიშვილმა რომ გიჩვენი აირჩიე ან დაგიჭერდა გაგანადგურება ან ფული მიცე რაზე დაგიჭერდა შენ ხო არაფერი დანაშაული არ ქონდა მაშინ არ ვიცი ახლა დანაშაული ვის ქონდა და არ ქონდა რა მნიშვნელობა კატომურ ბუმს დაგიდებდნენ ეს დაგიჭერდნენ ჩოლები მოვლენა იყო მაშინ დაჭერა აბსოლუტურად ჩოლები მოვლენა იყო და გაიგეგმა ეს ოპერაცია ანუ პირადად ვანო მერაბიშვილი ჩემი შეკითხვა ესეთი 2005 წლის ზაფხულში პირადად ვანო მერაბიშვილი პირადად ვანოც ადეიშვილიც და კაბინეტში ვიჭიქით შევედი თუ არა სკამზე იჯდნენ მარჯვენა მხარეს და პირდაპირ დაიწყეს საუბარი რომ ჩვენ უსმენთ და ჩვენ ვიცით და უნდა შეესწავლოთ ის ფულიც რაც შეეხება 30000 მე არ მქონია პირადად ვანომ დაურეკა მის ხელს და მის ხელმა მოიტანა ის ფული შენ ოპერაციის დეტალებზეც მოყევი მე მახსოვს იქ ბინაში შუქი იყო ამ შუქთან დაკავშირებით მახსოვს კარგად რომ მერაბიშვილმა დაურეკა გილაურსა შუქი ჩამქრალი ყოვაკეში ერთი პერიოდი მახსოვს რაღაცა ძალიანდა რომ არაპირებდა ის შუქის ჩაქრობას და მე არა კარგი სიტყვებით მოიხსენია და მე ჩაქრა ის შუქი ოპერაციის დღეს როცა ეს დამთავრდა და როცა შენ ეს გადაიღე ფული შეიცვალა თუ არა ხო ერთ შენ ინტერვიუში წავიკითხე უთქვიეთ შენთვის ამის შესახებ როცა ფულს მაძლევდნენ მე უთხარი ვქნებ არ გაეკეთებინათ მე არ ვიცი ვის რა წვანი სითხე არ დაესხა თუ რაღაც ხელზე არ ამყოლება რომ მე ამეწყო კეთიქცია და კაი მე როგორც ვიცი ფული სხვა მოგეცი რომელიც არ იყო გაკეთებული მე რომელიც შენ ფული აიღე და რომელზეც ხელზე აკვა ის სხვა ფული იყო იმიტომ რომ ეს სუფთა ფული მოგეცი რომელიც გავიგე ანუ ორჯერ მოიტანეს ფული ეს გადაღებული მასალა ოპერაცია დამთავრდა გადაღებული მასალა სად წაიღეს გადაღებული მასალა ისევ დავბრუნდი მე მახსოვს კუდის შენობაში
სადაც დღევანდელი ქალაქის მერი გიგი დამხვდა და გიმ წაიღო ეს მოსალა. გიგი უგულავამ წაიღო, მაშინ გიგი უგულავა მაშინაც მერი იყო და საქმეში იყო. ყურის შენობაში დამხვდა გიგი უგულავა, გამორთა და წაიღო და ხოლმე მქონდა რომ მეთქი იქნებ ჩემი თავი არ გამოჩნდეს გიგი მეთქი, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდა, იმიტომ რომ სააკაშვილს რა მონაწილეობა ქონდა? სააკაშვილს ესეთი დარწმუნებით გეტყვი, შენი გაჩერება მაშინ ყველაზე მეტად უნდა და ალბათ არხის გაჩერებაც. რამდენჯერმე მახსოვს, თუცა ადეიშვილი ელაპარაკა მე როგორც მახსოვს. იქ შენობაში მე მაშინ არ ვიცი იყო თუ არ იყო საერთოდ ის ტელეფონით ელაპარაკა, ხო? ხო, ხა მიშა უთხრა და ახლა ანუ საქმის დეტალების არის გავიდა, ხო მიშა უთხრა და გავიდა, მახსოვს ეგ ძალიან კარგა. ყველა საქმის ყურში იყო მოკლედ, იმიტომ რომ მე არ მახსოვს მაშინ თავად ადეიშვილი გონიშენის უშუალობის მინისტრი იყო თუ პროკურორი იყო, აღარ მახსოვს. ანუ 3-4-ვე და 5-ვე ყველა იქ იყო რა, აბსოლუტურად. ის ჩვენებები, ის განცხადება, ის ყველაფერი, ეს არის სრულ ჩვენებები, ეს არის ყალბი ჩვენებები. ეს ვინ დაგაწერინა შენ? მე ჩვენება რაც დაწერეს, მომიტანეს და ხელი მოვაწერე მაშინ არც წამიკითხე, მაშინ რომ ამას გამოკეთებინეს და გავაკეთე და ის არც გაგიხავს რა ეწერა, იმიტომ რომ იქ კოხრეიძის შემოსვლაც უნდათ ამ საქმეში და რაღაც შეხვედრების მოიფიქრეს. ეხლა ის რომ კოხრეიძე და მე და შენ პარლამენტის გვერდით შევხვდით და რაღაცა ეგ რო არ არსებულია და არ ყოფილა. ანუ შენ იცოდი რო აწერდი ამას? არაფერი არ ვიცოდი, ეხლა ამას წინათ მკითხე შენ რომ ამ ჩვენებას აწერე. მომიტანეს ჩვენება დაწერილი იყო, მოვაწერე. ვინ მოგიტანა? ვინც აწარმოებდა საქმის გამოძიებას აწარმოებდა ლაღაძე. იმან მოგიტანა, არც აგიკითხავს, ისე მოაწერა. არც აგიკითხავს, გამოგიგზავნეს, რომ მოაწერა ხელი და მოაწერა. კარგი, და ამის მერე თვითონ სასამართლოზეც პროცესებზეც გეუნებოდნენ რა გეთქვა, როგორ გეთქვა და ასე შემდეგ. ხო, სასამართლოზე ერთი რამე ვიცოდი, რომ ვამბობდი არ ვიცი, მე ჩავხვდე ჩემი ადვოკატი და ეს ადვოკატი მიდიოდა მეყვებოდა ამ პროცესს, თორე ასე რომ შენ რატო აგირჩიეს ჩემს გასაფუჭებად, მაინდა-მაინც. არ დასვე კითხვა. დავსვე კითხვა, რა მე ვთქვი, თუ ამის გაკეთება უნდათ, რატო ჩემი ხელით უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მნიშვნელობა არ ქონდა, მე ბოლო დროს დავწმუნდი, რომ საკუთარ ძმას აირჩევდნენ თუ დაჭირდებოდა რა. შენ, მოდი პირდაპირ გეტყვი, შენი გამოისოვით ორი კაცი წავედით ციხეში. შენ რა დაგემუქნენ ამისთან, რომ მითხრა რა. მე ვიცი, მესმის, რომ ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც. ხო, ნაკლებ მაგ ვერავინ ვერ გაუძლებდა შალვა იმ წნეხს და იმ პრესს გამორიცხული იყო რა. გამორიცხული იყო, მე ფაქტიურად მე გეტყვით არათუ ვინმეს თუ გონია რომ ამით რამე მივიღე, არაფერი არ მემიღიერა. ამაზე ვისაუბრებ. ეხლა ეს ამბავი არის ახლად გამოვლენილი გარემოება, ამაზე აწდება ამბავი, ამაზე კითხავენ. შენ მზად ხარ, რომ შენი სიმართლე რაც ახლა მითხარი, ბოლომდე გაიტანა. რაც რეალობა, ეს იყო რეალობა. მესმის ხო, მაგრამ ეს რეალობა იყო საქმის გაღაბება. ეს რეალობა იყო, ამ რეალობას ახლა მე მქონდა სურვილი ეს თვითი მომეხსნა და სიმართლე ერთი და ეს თვითი მომეხსნა და ჩამომეხსნა ეს თვითი და ეს რომ მოხდა, იცი რა ხმები იყო, რომ შენ დაგასაჩუქრეს ბიზნესით, რომ გაგითვალისწინეს და ასე შემდეგ. არაფერი შალვა, ეს ტერმინალი რომელიც ჩემ ოჯახის ინტერესში ქონდა, შემდეგ ამ ინტერესში თავიდანვე იყო რამდენიმე ძალა, რომელიც ძალასაც უნდა ამ ტერმინალის ხელში ჩაგდება და შემდეგ მათ ჩაიგდეს კიდეც ეს ხელში ერთ-ერთმა მხარემ. ფაქტიურად ის ტერმინალი მე მითხრეს, რომ გადაუფორმე და მე ფულს გადაგიხდიან. ეს გადაუფორმე და ფული არც გადაუხდია, ისე დავკარგე ეს ტერმინალიც. მათ შემთხვევაში ფული არ გადაუხდიათ. და გაიქცნენ მე ისინი და ფაქტიურად დარჩა და შემდეგ ვინც გაიფორმა ეს ტერმინალი და გაიფორმა და მის საკუთრებაში დარჩა მე ბანკიდან გამოისყიდა მილიონი თუ რაღაცა ეს ტერმინალი. რაც შეეხება დასაჩუქრებას, არავის არაფერი არ დაუსაჩუქრებია. მე იყო რომ ჩვეულებრივ გზების ტენდერი გამოცხადა და სოფლიო ბანკის ერთ ტენდერი იყო და მეორე იყო მილენიუმის და ჩვეულებრივ უბრალოდ შემოვიყვანე კომპანია რომელიც დაბალი ფასით მოიგო და ისაც მე გაუქმეს კონტრაქტი წაართვეს. მანამდე იყო სიტუაცია რომ პარკინგზე თუ გახსოვს მუშაობდი სასაკრებულოში ვიყავი. კი. მე როცა აღარ ვიყავი პოლიტიკაში უკვე ამ პარკინგთან დაკავშირებით ჩავიდნენ ებრაელებს და უთხრეს რომ აღარ არის ყობა და შემდეგ რა პრობლემა დასამალე მამუკა ახლა აკას პრობლემები შედის. ხო, მამუკა ახლოდიანი ჩაჯდა. ეხაც მამუკა ახლოდიანი. რა თქმა უნდა, მე ებრაელებმა მითხრეს რომ მამუკა ახლოდიანია იქ მეწილე და ეხლა პარკინგშიც მამუკა ჩაჯდა. ასე რომ მე არაფერი არ მიმიღია რა. შეიძლება ითქვას რომ შენს გაგწირეს, ხო? 2005 წელს ისე წამოვედი პარლამენტიდან, განცხადება არ მაქვს აწრე. როგორ გააკეთეს, როგორ მომიხსნეს უფლებამოსილება, ეგეც არ ვიცი.
ეგეთი საინტერესო თემაა, მაგრამ შენ გაგწირეს ესე გამოდის. შენ გამოგიყენეს და გაგწირეს. კიდევ ხა მინდა დავუბრუნდე, ესე იგი პირადად ვანო მერაბიშვილმა და ადეიშვილმა გთხოვა შეგეთითხრა ეგ საქმე, ხო? შემეთქვა რომ მივედი, მითხრას რომ ამას გააკეთებ, ესე იქნება და მეთქი წინააღმდეგობა გაუწერო, მეთქი იქნებ არ ღირდეს ადეიშვილს თქვარი, მახსოვს. ადეიშვილმა მითხრა რომ აირჩიე რა, გაგანადგურებდა ციხე და ყველაფერი, ან ეს უნდა აირჩიო. მაშინ ზუსტად სიტუაცია ესეთი იყო, რომ ხალხი ჩვეულებად იჭერდნენ რა, მაშინ ოჯახის წევრებზე მუხარა ხო არ? ხო ეხლა ოჯახი ყავს და დაფიქრდი ამაზე კარგად მომითხრა და ამაფრე რა ლაპარაკია. ეხლა როცა შეხო ადეიშვილი არ იყო ესეთი, ვთქვათ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ადეიშვილს ძალიან დიდი ხანი რევოლუციამდე და ესეთი ადამიანი იყო, რომელიც მე მაშინ მე კონტაქტი აღარ მქონდა, კი ვიცნობდი, მაგრამ რომ მივედი კაბინეტში დამხვდა იქ რა. არა, მე იმას გულისხმობ, რომ ეგეთი კაცი არის, 20 ჩუმი წნარი და გასუსული. მაშინ სურვილი ყველაზე დიდი ალბათ იყო შენი გაჩერების. და ამ ტელევიზიის გაჩერების და შენი გაჩერების. ობა, ეხლა რას გძნობ შენ? ეხლა რაღაც ხალხი გვიყურებს, მილიონი ადამიანი, ალბათ ყოველ შემთხვევაში მთელი საქართველო გაიგებს მაგ ამბავს. ხო, მორალურად გძნობ, რომ რაღაც ერთი რაღაც დიდი პასუხისმგებლობა მოვიხსნა, ის ტვირთი მოვიხსნა და შერიგებისთვისაც გადმოვდგინა ბიჭი, რომ რეალურად მეთქო შენთვის რა იყო რეალობა და რა იყო სინამდვილეში ეს. წერია მაკარაზმაძე წეს, თრუჩვენებისთვის მაგას არაფერი არ ეკუთვნის. თრუჩვენება, რომელიც მიღებულია ზეწოლით და მუქარით და აგერ ყობა ლაპარაკობს, რომ ეს ყველა თრუჩვენება იყო მუქარით, ეს უკვე აღარ არის დანაშაული. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არც არასოდეს არ მქონია პირადად შენთვის ძალიან ნეგატიური გწნობა, ჩემი მთავარი მტერი და მოწინააღმდეგე იყო მიშა და მე რაღაცნაირად შევძელი მის დამარცხებაში წვლილი შეტანა. ამიტომ მე არც მიპატიებია და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს გააკეთა. თავარი ის არის, რომ მე როგორ აეწყო შენი ცხოვრება რა. არაფერი ჩვეულებრივად წამოვედი პარლამენტიდან, რომელიც კიდევ მეგობრებს განცხადება დამიწერე, ისე გააკეთეს ყველაფერი, არ დაუძახე. შენ ბიზნესში გზნობდი ვიღაცების ჩარევებს, სულ გარშემო, აქეთ-იქით. ხო, რა თქმა უნდა, ბიზნესი საქართველოში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყო გაყოფილი და დაალაგებული, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიო ბანკის და მილენიუმის ტენდერს, რომელიც მოიგეს და შემდეგ ეს კომპანია გააგდეს საქართველოდან. ადეიშვილმა პროკურატურამ დააჯერებინა ის 9 მილიონით წართვა გარანტია მთელი ამბები და გაუჩერეს და ჩამოართვეს ის გზები. მე მოხდა მებრალებს შორის და სამწუხაროდ შორის შეთანხმება, მაგრამ ისაც დამთავრდა. რაც თემა მქონდა დაწყებული, არც ერთ თემაში არა ვარ და არც ერთ თემასთან არა ვარ და ამიტომ ამით არც სარგებელი მიმიღია და არც არაფერი მიმიღია. აქჩუალური მოუჩვენებელი საკითხია, რომ მქონდა წესი, რომ ამით აკეთებდნენ და ამთავრებდნენ. ესმის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ შეძელი ეს და ერთხელ მახსოვს მე უფე მითხრა, რომ ასაც ვიტყვი, რომ იქნება მიხვიდეო შალვასთან ციხეში. მე უფეზენო. ხო, მე უფეზენო. ხო, მე უთხარი მე უფეს, რომ ახლა ლაპარაკული დიდი სრული მაქვს. კარებიდან როცა მე მივიდა მეთქარი შალვასთან ციხეში სანახავ და უბრალოდ კარებიდან ვეღარ გამოვალ, მაშინ იქნა ნომერიც გავაფორმებინა მეთქი. ამიტომ მაშინ ამის გაკეთება ურთულესი იყო და დიდი მადლობა მოუხდით ჩემს მეგობარსაც, საერთო მეგობარს, რომელსაც შედგა და ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ყობა ბექაური. ყობა, მე ვიცი რომ შენ ბევრი გაქვს მოსაყოლი ბიზნესზე და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ ეხლა შენ შეიძლება ძალიან ბევრი გადაგემტეროს, ეხლაც კი და ამიტომ მე ვითხოვ რომ შენი უსაფრთხოება იყოს დაცული, იმიტომ რომ შენ ისეთ ინფორმაცია თქვი ეხლა. შენ თქვი ქვეყნის პირველ პირებზე, რომლებიც აი ამ დაგავალეს ფალსიფიცირება საქმის და გაყალბება, დაგავალეს და გაიძულეს და მე მინდა რომ შენი უსაფრთხოებაც იყოს დაცული და ეგრეც იქნება. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედი და ეგეთი რაღაც გააკეთე. და ჩვენ კიდევ ერთს ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი ფასეული ინფორმაციაც გაქვს თუ როგორ და რა ხდებოდა. მე გისურვებ ტვირთი რომ მოგეხსნა უკვე კარგია. შემდეგ სტუმარს ველოდებ.